აბზაცის პარამეტრების დასაყენებლად ეკრანზე გამოვიტანოთ პარაგრაფ დიალოგური ფანჯარა. პარაგრაფ დიალოგურ ფანჯარას აქვს ორი ჩანართი, თავდაპირველად განვიხილოთ პირველი ჩანართის general განყოფილებაში element ჩამთვლის საშუალებით შესაძლებელია ტექსტის სასურველი მიმართულებით განთავსება, მაგალითად მარცხნივ, ცენტრში, მარჯვნივ და მისი ორმხრივი გასწორება, როგორც ვიცით, ეს ჩამთვლები ასევე ეს ინსტრუმენტები განლაგებულია ინსტრუმენტულ პანელზეც. შემდეგი ჩამთვლელი ადგენს ტექსტის დონეს არჩევისათვის. შემდეგ განყოფილებაში ეს არის indentation განყოფილება. შესაძლებელია ტექსტის დაშორების განსაზღვრა უკვე მინდვრებიდან. Spacing განყოფილება ადგენს აბზაცის დაშორებას წინა აბზაციდან და მომდევნო აბზაციდან. Line spacing ჩამთვლის საშუალებით შესაძლებელია სტრიქონთა შორის ინტერვალების მომართვა, მაგალითად 1 ინტერვალი, 1.5, 2 ინტერვალი და ასე შემდეგ. რაც შეეხება მეორე ჩანართს, გადავიდეთ მეორე ჩანართში. აქედან იმართება აბზაცის გახლეჩვის პარამეტრები. პირველი ჩამთვლის საშუალებით აბზაცის განხოლოებული სტრიქონი არ დარჩება გვერდის ან ახალი გვერდის დასაწყისში. Keep lines together ჩამთველი უზრუნველყოფს, რომ არ გაიხლიჩოს აბზაცი, ანუ თუ აბზაცი არ ეტევა ერთ გვერდზე, იგი მთლიანად გადაინაცვლებს ახალ გვერდზე. Keep with next ჩამთველი უზრუნველყოფს, რომ აბზაცი და მისი მომდევნო აბზაცი ორივე განთავსებული იყოს ერთ გვერდზე და თუ ისინი არ ეტევა ერთ ფურცელზე, მაშინ ორივე გადაინაცვლებს მომდევნოზე. Page break before ჩამთვლის საშუალებით კი კონკრეტული აბზაცით დაიწყება ახალი გვერდი. მოდით ახლა გავთიშოთ ეს დიალოგური ფანჯარა. რაც შეეხება უკვე სიტყვების გადატანას, Word-ს თავად შეუძლია დასვას გადატანის ნიშნები მთელს დოკუმენტში. ამისთვის საჭიროა page layout menus, აი გადავიდეთ ამ მენიუში. აი ამ ინსტრუმენტის გამოყენება, რომელსაც ქვია hyphenation ინსტრუმენტი, გამოვიძახოთ hyphenation დიალოგური ფანჯარა და ჩავრთოთ პირველი ჩამრთველი, ის აუცილებლად უნდა იყოს ჩართული. Hyphenation zone well-ში უკვე მიუთითოთ ცარიელი ინტერვალის მაქსიმალური ზომა სტრიქონის მარჯვენა ბოლოში. შემდეგ well-ში მიუთითოთ მაქსიმალური რაოდენობა იმ იმდევრობით სტრიქონებისა, რომლებიც გადატანილ სიტყვას შეიცავენ და დავაწყაფნოთ OK ღილაკზე, ხოლო სიტყვის გადატანის ანულირებისათვის საჭიროა ეს ჩამრთველი გავთიშოთ და დავაფიქსიროთ OK ღილაკით. ნუ ამჯერად იყოს ჩართული. OK. სიტყვების გადასატანად ასევე გამოიყენება გადატანის ნიშანი, იგივე დეფისი კლავიატურიდან, ოღონდ კონტროლ კლავიშთან კომბინაციაში. აი მაგალითისათვის გავხლიჩოს სიტყვა, იქ სადაც გვინდა რომ იგი იყოს გადატანილი და კონტროლ ტირი, ანუ იგივე კონტროლ დეფისი. როგორც ვნახეთ, ამ სიტყვის მარჯვენა მხარეს დაისვა ესეთი გადატანის ნიშანი და ნუ თუ მისი ანულირება გვინდა, ანულირებისათვის უბრალოდ მას backspace ღილაკით წავშლით და დავაბრუნებთ სიტყვა.